ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მსხვილმასშტაბიანი სკანდალი, რომელიც შეიცავს საგარეო საქმეთა მინისტრს, ერთ-ერთ მოწინავე წევრს, ბუნებრივია, როგორც უნგრეთის კაბინეტისა, ასევე დამსწრეს იმ ტიპის, იმ მაღალი კალიბრის შეხვედრებზე, სადაც ძალიან მაღალი სენსიტივობის ინფორმაცია ტრიალებს. მოგეხსენებათ, ეს არის ევროსაბჭოს სხდომები, ეს არის ევროპული საბჭოს სხდომები, რომ დავაზუსტოთ, ეს არის ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი, ეს არის ისეთი ტიპის თავდაცვის, უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის სხდომები და შეხვედრები, სადაც ყველაზე სენსიტიურ ინფორმაციასთან აქვს წვდომა ამა თუ იმ პოლიტიკოს ევროპის ლიდერთა წიაღში და პიტერ სიარტო არის ერთ-ერთი მათგანი და ეხლა როდესაც ვისმენთ რომ ეს პირის შესვენებებს შორის ყავის შესვენებაზე იქნება თუ სხვა გადის და რუსებს გადასცემს ინფორმაციას ეს რა თქმა უნდა არის შემაშფოთებელი. ამავე დროს პარალელურად სულ რაღაც ერთი კვირის წინ ჩვენ მოვისმინეთ რომ უკრაინის დაზვერვამ დააპატიმრა ესე იგი უნგრეთის დიპლომატიური სამსახურის ქოლგის ქვეშ მომუშავე პირი დასავლეთ უკრაინაში, კარპატიის რეგიონში, რომელიც პირდაპირ იყო არის ეჭვმიტანილი, ესე იგი რუსეთის ინტერესებზე მუშაობაში. რომელიც მათ შორის მანამდე 2016-2020 წლებში მუშაობდა აქ, უნგრეთის საელჩოში, პოშტში გავრცელებული ინფორმაციით ასია და ეს არის ცალკე შეშფოთების საგანი და ნორმალურ ვითარებაში და ნორმალურ სახელმწიფოში ეს უკვე გახდებოდა შესაბამისი სახელმწიფოებრივი რეაგირების პასუხი, რომელსაც ჩვენ ვიხილავდით ამავე დროს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების ინტერესებშია, დემოკრატიულ და ეროვნულ ინტერესებში იცოდეს აქ მომუშავე პირი, რომელიც ქვეყნის დიპლომატიც არ უნდა იყოს ამის და მიუხედავად, იყო თუ არა აქ მუშაობის დროსაც ჩართული რუსეთისთვის სასარგებლო ჯაშუშურ საქმიანობაში. 4 წლის განმავლობაში ეს კაცი მუშაობდა თბილისში. ჩვენ არ ვიმსახურებთ, ვიცოდეთ, ამ დროში რასაკეთებდა ჩვენი ეროვნული ინტერესის წინააღმდეგ პოტენციურად. ამაზე არ უნდა მოეწვიათ უნგრეთის ელჩი დავით ჯერის უკვე არ უნდა ყოფილიყო ეგრეთ წოდებული საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ასეთი უყავდეს რეალურად მოწვეული. ან აი დღეს რომ გამომძანდა ბატონი მისი აღმადებულება ირანის ელჩი და რაღაცა თითის ქრებას რომ მიიღო ხელი ძალიან უსიამოვნო პოსტი ვნახეთ ყველამ და ამას უნდა დაერქვას სახელი. ძალიან მუქ არის შემცველი ენით ძალიან ჯერ ფოტოც რომელიც დაპოსტა ბატონმა ელჩმა ფოტოც თვითონ თუ ნახავს მაყურებელი არის. ეხლა ვაჩვენოთ თუ შეიძლება ეს კარგი იქნება, მაყურებელს დაინახოს ასე ვსაუბრობ ნამდვილად. ფოტო აჩვენებს ან საქარემინაზე არსებულ წარწერას. საგნები შეიძლება იყოს უფრო ახლოს ვიდრე ისინი გეჩვენება, ხო, რაც აქვს ხოლმე მანქანებს. ეხლა ირანი რო საგნებს ესაუბრებს ამ რეგიონში, ალბათ გასაგებია დაახლოებით რა ტიპის მუქარა იყო შიდა რაღაცა ტიპის შესაძლოა რაღაც ტერორისტული აქტების მოწყობი ის შეიძლება ასე შორს წავიდეთ ახლა ჩვენ მე მოგესალმებით პარტიას წარმოვადგენ და არ მინდა რომ პარტიის სახელი გავაკეთო მსგავსი ტიპის შეფასება დეტალიზებული, მაგრამ ეს არის მუქარი შემცველი ენა. ეს არის შემთხვევით წარმოუდგენელი ენა, რომელი ელჩიც არ უნდა აკეთებდეს ამას. თუ ამ ქვეყანას გააჩნია იოტის ოდენა ღირსება მაინც. თუ ამ ქვეყანას ყავს საგარეო საქმეთა მინისტრი. ეს ელჩი უკვე უნდა იქნას მოხმობილი და უნდა მოეთხოვოს რომ განმარტოს აი ეს პოსტი. იმიტომ რომ ასეთი აი იცით რა მაუცებს, მაგრამ რა მაუცებს. აი ქოცი რო ლაპარაკობს და თავისთავად რო გონია ნაციონალისტი და ქართველი და სუვერენისტი და ღირსებას რო იცავს. ღირსებას ამაზე უღირსი, ამაზე დაბალ დონეზე დაცემული მომენტი არ ყოფილა ამ ქვეყნის ისტორიაში არასდროს. იქიდან რუსეთი ერევა ყოველ მეორე შესაძლებლობისას, ისიც რაც იკადრეს ხო პატრიარქთან მიმართებით, პატრიარქობის კანდიდატებთან მიმართებით. ეგეც სახელმწიფოზე კომენტარია, ეგ ეკლესიაზე კომენტარი კი არ არის, ეკლესიის ბრალი კი არ არის, სახელმწიფოს ბრალია. აი სახელმწიფო რო არის ესე დაბალ დონეზე დაცემული, მართლა აი გამძლო ეზოთ რო იქცა ხო? აი ყველა რო ესე epყრობა. ეს არის სახელმწიფოს ბრალი, ანუ კონკრეტული რეჟიმის ბრალი. იქიდან ირანის ელჩი იქნებს თავს. აქედან რუსეთი ამბობს რომ პატრიარქი ეს უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს. ას ვინ კითხავს რუსეთის ფაშისტურ, ანტიქრისტიანულ, ანტიადამიანურ ფედერაციას, ვინ იქნება საქართველოს პატრიარქი ან კონსტანტინოპოლს რა სურს საქართველოში. რუსეთი თვითონ ფაშისტური, ანტიქართული, ანტიქრისტიანული ილორის წმინდა გიორგის ტაძრის გადამღებავი, ხო კირქვით რო შელესეს უნიკალური ქართული ძეგლი და ქართულ მღვდლებს იტაცებენ ხანსად განსაკუთრებით სწორედ ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, არა მხოლოდ ხო შიდა ქართლის ტერიტორიაზე რამდენჯერ მღვდლები გაიტაცეს. საფლავზე არ უშვებენ აღდგომაზე ქართველებს სალოცავად და ეგენი არიან ქრისტეები და ეხა ესენი ლაპარაკობენ ქრისტიანულ ღირებულებებზე. ეს ხო კომედია, მაგრამ ეს ყველაფერი ვიმეორებ. არის მე ძალიან საერო კომენტარს ვაკეთებ. ეს არის
არამედ პოლიტიკის ბრალი, სახელმწიფოს ბრალი. ის რომ უნგრელი დიპლომატი მუშაობდა აქ და არ ვიცით რუსეთზე ჯაშუშობდა თუ არა, მაღალი ალბათობით როგორც შეიძლება რომ ჯაშუშობდა, ის რომ ირანის ელჩი აქ თიც გვიქნევს, ვინ მისცა ვინმეს ამის უფლება. მთელი პატივისცემით ელჩის ადმი, ნებისმიერი ელჩი პატივისცემის საგანია იმ კუთხით, რომ წარმოადგენს სუვერენულ სახელმწიფოს. მაგრამ აი რატომ არის დასაშვები, რატომ ესეთი დაბალი დონის ღობეთ როდის ვიქეცით, რომ ყველამ საქმე გვირჩიოს. ღიად გამოხატული ინტერესი და პრეტენზია, რომ შემთხვევით რამე მის გარეშე არ გადაწყდეს აქ და მსოფლიო პატრიარქზე აქცენტის გადატანით შემოიტანა ეს თემა, თორემ ის ორი მიტროპოლიტი, რომელიც დაასახელა, ჩვენ ახსენით კიდეც ამ საკითხზე საუბრისას, ორი მიტროპოლიტი დასახელდა აბრაამ გარმელია და ასევე გრიგოლ ბერბიჭაშვილი არც ერთს გამოუთქვავს პრეტენზია ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით პატრიარქობაზე, პლუს ამას აბრაამ გარმელია გადაცილებულია დიდწილად 70 წელს და ის შიდა კანონიკური წესების მიხედვით რაც საპატრიარქოს აქვს ჩამოყალიბებული ვერ აირჩევა. ამასაკის ადამიანი 77 წლის არის ის თუ არ ვცდები პოზიციაზე და გრიგოლ ბერბიჭაშვილს კიდევ არც არავინ ასახელებს, მოით ასე ვთქვათ, ანუ ძალიან კარგად იცის რუსულმა დაზვერვამ ვინ შეიძლება იყოს რეალური კანდიდატი, რეალისტური კანდიდატი, მაგრამ აქ ეს იმდენად არ იყო კანდიდატებზე, რამდენადაც თითისქნევის ღია ჩვენება იყო, რომ თუ კი სადმე ვინმე რამეს აპირებდა, რა თქვა ამაზე პასუხად საპატრიარქომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საპატრიარქომ ოფიციალურად შიო მუჯირის პრესსამსახურმა კი არ თქვა, რომ ვინ კითხავს ვინმე სხვას ამას, ან ეს კორექტულად შეიძლება და ეთქვი ხომ შეიძლება ესეთი ეგრეთ წოდებული ვორდინგი არ მაქვს, ხა ისეთი როგორც შეიძლება საპატრიარქოს ქონოდა, დამშვიდით ვერავინ ჩაერევა. დაახლოებით ასეთი იყო გზავნილი საპატრიარქოდან, ანუ რუსეთს არ აქვს ხელვის საფუძველი, აქ ყველაფერი რიგზია და ჩვენ გარეშე აქ ვერავინ ვერაფერს იზავს. მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა. მოკლედ ერთ დღეში ბევრი კომპონენტის შემცველი ჩამოშლა იყო სახეზე სახელმწიფოს სტრუქტურების, ხომ? ცალკე ირანის მხრიდან, ცალკე რუსეთის მხრიდან. იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების პირობებში, რომელიც როგორც თქვენ ბრძანეთ, სუვერენიტეტზე აკეთებს აგებს თელ თავის პროპაგანდას, манипуლირებს ამ თემით და საზოგადოების ნაწილს სხვა შორის არწმუნებს კიდეც, რომ ის სწორედ ამ პლატფორმაზე დგას და იცავს თითოეული მოქალაქის ტრადიციას, სუვერენობას თუ ასე შემდეგ. ეხლა მე მაინტერესებს რა უნდა ყოფილიყო ნებისმიერი ჯანსაღი, მართლაც სუვერენული, საკუთარი კონსტიტუციის პატივმცემელი ხელისუფლების პოზიცია. თქვენ თქვით უკვე უნგრეთის შემთხვევაში, რომ უკვე მიუხედავად იმისა, რომ ეს დაძველებული ამბავია, მაინც უნდა გამოკითხულიყო, ასე ვთქვათ, დაბარებულიყო. და გამოძიება უნდა იყოს, იქაც ფორმირებული ამ საკითხზე. მეორე, კარგით, ამაზე უკვე თქვით აზრი. მეორე, რა უნდა მოხდეს ირანის ელჩთან დაკავშირებით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ხო, პირველ რიგში, რაც შეეხება უნგრულ ნაწილს, მე მიზანშეწონილად მივიჩნევ, აი ჩვენ რომ ყოფილიყავით ხელისუფლებაში, ჩვენ დავიბარებდით ელჩს და რა თქმა უნდა, გამოვკითხავდით იმას თუ რა ინფორმაციას ფლობს ამასთან დაკავშირებით, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ღირსეული სახელმწიფო ასეთ ვითარებაში დაიწყებდა მოკვლევას იმისა, ხომ არ მუშაობდა ხსენებული პირი ასევე საქართველოში, თბილისში ყოფნის დროს რუსული ინტერესების დასაცავად და თუ მუშაობდა, მაშინ უნდა იქნას გამორკვეული, ხო, ვისთან ქონდა შეხება. მაშინ დელისოსის უფროსი ლილუაშვილი საკანშია ახლა კორუფციიდან დაწყებული, აბსოლუტურად. მე არ შეფორმით ფულის შოვნით დასრულებული. მე ცნობა არ მაქვს ხადია იმ ინფორმაციასთან, რასაც აქვს ცნობა სუს და კონტრდაზვერვას, შეიძლება იციან კიდევაც რაღაც, ეს არ არის გამორიცხული, ძალიან ხშირად არის, როდესაც კონდაზოის სამსახური ფლობს ინფორმაციას და შესაბამისად იყენებს ამ ინფორმაციას, მე ამაზეც ხადია ვერაფერს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ ნორმალურ მე როგორც პოლიტიკოს შემიძლია გითხრათ, რა უნდა გააკეთოს ნორმალურმა ადმინისტრაციამ, უნდა დაიბაროს ელჩი, უნდა გამოკითხოს ამასთან დაკავშირებით და ამავე დროს ხადია სახელმწიფო ერი, საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული, რომ ეს კაცი აქ რო ცხოვრობდა 4 წელი, ეგებდა ჯაშუშობდა და თუ ჯაშუშობდა ვისთან ქონდა შეხება, ხო? რამდენ ქართულთან ქონდა საუბარი, ისინი ხო არ არიან გადაბირებული, მათი ნების საწინააღმდეგოდ ხო არ ჩართეს რაიმეში, ხო? ეს არის ჩვეულებრივი ადეკვატური პროცედურა ასეთ დროს, რაც შეეხება ირანს, მე პირადად აი ესეთი პოსტის შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩემზე ყოფილიყო დავიბარებდი მის აღმატებულება ბატონ ელშ და რა თქმა უნდა, შესაბამისი ვორდინგით
ქართველების სახელით ვეტყოდი, რომ იცი რა, კი, შეიძლება ჩვენ ვიყოთ ერთი რეგიონი, შეიძლება კვეთაც გქონდეს ბევრი და ურთიერთობების და თანამკვეთი ინტერესებიც, ხო, ვთქვათ, იქნება ეს ეკონომიკური თუ ტრანზიტული თუ სხვა ღირებულებები არ გვაქვს, ხო? მაგრამ ეს არის სუვერენული სახელმწიფო უდიდესი ღირსებით, უდიდესი ტრადიციით და ძალიან ამაყი ხალხით. და აქ ამ სახელმწიფოში, როდესაც ხარ წარმოდგენილი, როგორც შენი არის წარმომადგენელი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დიადი არის წარმომადგენელი, ხო? რაღაც გარკვეული ტიპის ძდილობა უნდა იქნას დაცული, ჩემი აზრით. დაშალა ეს პოსტი, მაგრამ რაც გამოაქვეყნა ის საერთოდ გააუქმა Facebook-ი ამ ეტაპისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ დაუწერია, რაც უკვე დაწერა, ეს უკვე მოხდა. აი ნახეთ, როგორც საინტერესო მე არ ვიცოდი ამ წამს გავიგე თუ წაშალა და მithos გააუქმა Facebook-ი და ეს მხოლოდ მიდასტურებს, იმას არც თქვი. ნახეთ, თვითონ მიხვდა და როგორც ჩანს უთხრეს და მოიქცა შესაბამისად და ქართული მხარე სად იყო? აი ამაზე მაქვს საუბარი ზუსტად. და რაც შეეხება საკუთარ თავს საგარეო მინისტრს ეძახის ის ქალი, ხო? სად იყო? სად არის ოდესმე? რატომ ძინავს სახათას ძილით ყოველთვის? მე გეტყვით რატომ? მე ვუპასუხებ ამ რიტორიკულ კითხვას. იმიტომ რომ დავალება ამ რეჟიმზე არის უპირველეს ყოვლისა, რომ საქართველოს არ უნდა გააჩნდეს საგარეო პოლიტიკა. კარგი და ცუდი კი არა, საერთოდ არ უნდა არსებობდეს საგარეო პოლიტიკა, იმიტომ საგარეო ხმა არის სუვერენულობის ერთ-ერთი მთავარი ნიშან-თვისება, ხო? სუვერენული არის ის მხარე, რომელსაც გააჩნია საკუთარი მეობა და საკუთარი საგარეო პოლიტიკური ხმა და წონა და აი ამათი მიზანი არის რომ დაშალონ და აკუცვაცონ და მოსპონ საგარეო პოლიტიკას პრინციპში გააკეთეს კიდევაც და აი ვართ აი მდგომარეობაში რომელშიც ბოჭოიშვილის კანტორად არის გადაქცეული ერთდროს საგარეო საქმეთა სამინისტრო. და რაც შეეხება რუსეთის დაზვერვის განცხადებას, რომელიც ეხება პატრიარქობის კანდიდატებს და ამბობს რომ თითქოს და სოფლიო პატრიარქის ჩარევას ახალი პატრიარქის არჩევნების პროცესში უნდა გამოეხმაუროს თუ არა ამასაც სახელმწიფოს დონეზე, რომელიმე უწყება თქვენი როგორც საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტის მოსაზრებით. ნახეთ, ეს ეხებოდა, რომ ჩავშალოთ საკითხი, ეს ეხებოდა ეკლესიის საქმეებში პოტენციურ ჩარევას, ხო, რუსეთის მხრიდან პრეფერენციის დაფიქსირებას, თუ პირიქით სხვაზე თქმას, რომ მას აქვს პრეფერენცია, ამიტომაც ეს არ არის პირდაპირ გაგებით სახელმწიფოს, როგორ ვთქვათ, არეალი, მაგრამ როდესაც აი, მან მოდიოს, როდესაც მესამე მხარე, თან ვინ? ოკუპანტი, რომელიც ღიად ხარ მალავს რამეს, ხო? ღიად არის შენი ერის, ამ ხალხის, ამ ქვეყნის, მისი სუვერენულობის დაუძინებელი მტერი, რომელიც ხოცავს ამდენი საუკუნეა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველო არ არსებობდეს. აი, როცა ეს მხარე იტყვის რამეს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ჩემზე რო ყოფილიყო, როგორც საერო პირზე, მე როგორც საერო პირი ვიტყოდი, რომ ეს არის წარმოუდგენელი. დანარჩენი რა თქმა უნდა, ეკლესიის საქმე და ეკლესიამ გასცა თავისი წილი პასუხი, ჩვენთვის მე ვფიქრობ, ღირსების ნაწილი უნდა იყოს ახლა 7 პროცესის ხილვა, რომელშიც 7 არნიშნავს, რომ შიდა პროცესი არ იქნება, ხო, ეს მათი საქმეა, ხო? 7 და ღირსეული პროცესის ხილვა, რომელშიც წმინდა სინოდის მიეცემა საშუალება, რომ ჩაურევლად გამოარჩიოს ინტერპრიმუს პარეს, ხო? პირველი თანასწორთა შორის, ვინც იქნება შემდეგი კათალიკოსი. ეს არის მართლა ეროვნული ღირსების საკითხი, არ იმიტომ რაღაცა ლამაზად ჟღერს. ეს ასია, იმიტომ რომ ეს ინსტიტუტი, ეს ისტორიული მოცემულობა, ხო, ეს არ არის უბრალო ინსტიტუტი, ეს არის ამერის იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ ვთქვათ, შემადგენელი ნაწილი და ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი და კონსოლიდირებული ვითარებისთვის, რომ არავინ არ ერეოდეს მით უმეტეს გარემხარეები წმინდა სინოდის ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში და მათ შეძლონ გამოარჩიონ ის ადამიანი, ვინც საკუთარი სიკვდილებით, საკუთარი ცოდნით, საკუთარი ცხოვრებით, მათ შორის ალბათ პოპულარულობით იქნება თუ რა, ვინც მათ მიაჩნიათ საუკეთესო, ვინც მათ მიაჩნიათ როგორც მთავარი კეთილი მწყემსი. აი ჩვენ ახლა საუბრობდით ამაზე უკვე ირანულ-რუსული რაღაცა კლუბის წევრი ივანიშვილი, ხომ? იღებს უკვე მუქარებს და ზოგადად მუდმივად იღებს აი ამ რაღაცა ტიპის დაკვეთებს, თუ დღეს უკვე მუქარა იყო სახეზე ირანის ელჩის მხრიდან. ეს ლოგიკურია, ასე რომ ხდება, თუმცა მინდა დაუბრუნდეთ ირანის ელჩის გამოხმაურებას, ვინაიდან ეს მოჰყვა მარკო რუბიოს ზარს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ზარს ირაკლი კვაბახიძესთან. მაინტერესებს თქვენი აზრით, რა შეიძლება ყოფილიყო ამ საუბრის
შინაარსი, ყველა ლოგიკა, რაკიღა კონტექსტი შეიქმნა რეგიონული საკითხების აქცენტით, თვითონ ჩვენ პროვენდოფით სამწუხაროდ ასე გამოდის ამერიკულ მხარეს, რაც გამოქვეყნდა მოკლედ ვიდრე იმას, რასაც შემდეგ ივანიშვილის ხალხი უყვება საკუთარ მოქალაქეებს. რა შეიძლებოდა ყოფილიყო, დიდი ალბათობით ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ირანი, მაგრამ თქვენ დაეთანხმებოდით თუ არა ამ მოსაზრებას და პლუს აქვე ჩავატევ ჩემი კითხვის მეორე ნაწილსაც, რაიმე ფორმით ეს ამერიკული ინტერესის იმ დოზით წარმოდგენას ნიშნავს თუ არა უკვე რეგიონში, რომ შესაძლოა ივანიშვილს გაუჩნდეს იმედი და პერსპექტივა ეგრეთ წოდებული გადატვირთვის ტრამპთან. ხო, დავიწყებ იმით, რაც ვიცით ნამდვილად. ეს არის ის, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, მას მერეც მოვიდა პრეზიდენტი ტრამპი და მდივანი რუბიო, ამ პერიოდში 5 ჯერ გააკეთა განცხადება და 5-ვეჯერ თქვა იდენტური რამ. ქართული ოცნების რეჟიმმა იცის რა უნდა მოექმედოს თუ სურს ჩვენთან ურთიერთობების გადატვირთვა. ეს გაკეთდა ზუსტად 5 ჯერ. 3 ჯერ სახთების მიერ და 2 ჯერ თბილისში ამერიკის შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ. სინტაქსი არც ერთხელ არაფერს არ შეუცვლია. ჩვენ ვიცით, მე მათ შორის დიპლომატიური წყაროებით ვიცი, რა ტიპის მოთხოვნები აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამიტომაც ვწმუნდები, რომ ქოცები რეალურად არიან რუსების მიერ მართული, იმიტომ რომ ამ მოთხოვნებისკენ ნაბიჯების გადადგმა ელემენტარული ნების არსებობის პირობებში მერწმუნედ არ არის ძალიან რთული. შეიძლება აი ბოჭორიშვილიც კი რომ შეძლებს ეგეთი რაღაცა არის, ხო? ესე რომ ვთქვათ, ხო? არაფერი ისეთი დიდ ინტელექტს არ მოითხოვს იმ ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ რახან არ გადადგეს ამ წელიწად-ნახევარში. ეს მე მარწმუნებს კიდევ ერთხელ, რომ მათ არ აქვთ იმისი თავისუფლება და მისი პრეროგატივა, რომ გადადგან ეს ნაბიჯები. მე ცხადია არ ვიცი, რაზე ისაუბრეს, ბუნებრივია, მაგრამ ვიცი, რომ ამ 5 მოთხოვნიდან მარკო რუბიო არ გადავიდოდა. იმიტომ რომ ეს არის დაუწერელი კანონი დიპლომატიური, ხო? შენ გაქვს შენი ეროვნული ინტერესი, შენი ასკები ამ შემთხვევაში, ანუ შენი პირობები, ფასი და ამ ფასის ჩარჩოში ესაუბრები ამა თუ იმ მხარეს, მით უმეტეს ასეთი ტიპის რეჟიმს, ხო? აქ საფრანგეთი ხარ ელაპარაკებოდა, ვთქვათ, ხო? ან შვედეთი, ან იაპონია, ხო? აქ ელაპარაკებოდა ქოცურ რუსული გამომპალი რეჟიმის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, რომელიც რუბიო მიცის, რომ არავითარი არც შიდა და მით უმეტეს არც გარე მანდატით არ სარგებლობს. ამიტომაც ის არც ერთ ამ ასკს, რასაც გვი ამ ფას არ გადავიდოდა. მე ვიცი სხვადასხვა წყაროებიდან რა არის ამერიკის მოთხოვნების შორის და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იქნებოდა მოლაპარაკების საგანი მათ შორის. ეს ნიშნავს იმას, ეს თუ ასეა და ამას მალე დავინახავთ, რომ ქართულ ოცნებას მოუწევს რიგი კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ ამერიკას აჩვენოს, რომ მის ხო, აი ეს არის მისი გადადგმულ ნაბიჯებს და როგორ შეიძლება რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაივიწყოს. მისი მენტალური არასოდეს, რა თქმა უნდა. ეს არის მისი მენტალური გამოხატულება. დადგებაო დღეს ამბობდა ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული დეპუტატი ჩვენთან ინტერვიუში ტრამპის დარეკავსო, რუბიო მხოლოდ დარეკავ, ახლა ტრამპიც დარეკავსო. დავჭირდებითო მოკლედ ეთყობა ამასე ელის ივანიშვილი, რომ ის საჭირო ტერიტორიას ფლობს. ნახეთ ჩვენ რა ვნახეთ გუშინ ამავე. ამასე აღიქვამს საქართველოს როგორც თავის საკუთრებას. ხო, ივანიშვილს ჭკუა რო ქონოდა, მას დღეს ეკრებოდა უბრალოდ საქართველოს დღეს ეკრებოდა უდიდესი გეოპოლიტიკური კოზირი. ანაკლიის განწყობანი პორტის პროექტი, ასე და აქ მოვდიოდი, ხო? ივანიშვილის ხელისუფლებამ ჩაძირა მიზანმიმართულად ანაკლიის განწყობანი პორტის პროექტი, რომელიც არის ამერიკის ღია ინტერესის საგანი. შემთხვევით არ ყოფილა რომ ბატონი ანდრეული, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელსაც მე შეხვდი რამდენიმე დღის წინ, სხვა კოლეგებთან ერთად იმყოფებოდა ფოთში და აგრეთვე ანაკლიაში. შემთხვევით არ არის, რომ ის შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს და ამავე დროს შეხვდა ეკონომიკის მინისტრს. ანაკლია არის ამერიკელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ანაკლია და შუა კორიდორი, ხო, ცხადია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ამერიკას დღესდღეობით მართავს ტრანზაქციული ფილოსოფიის მატარებელი ადმინისტრაცია, ხო, რომელიც პირდაპირ ამერიკის ინტერესებით და ამერიკის სარგებლით ზომავს საგარეო პოლიტიკურ ტრანზაქციებს, ხო, საგარეო პოლიტიკურ აქტივობებს. და მინდა ვიკითხო, საქართველოს რა აქვს უფრო მეტი კოზირის სახით, ხო, აი შესათავაზებელი რა აქვს გარე სამყაროსთვის უფრო მეტი, ვიდრე არის ანაკლიის განწყობანი პორტის პროექტი, რომელიც ჩაძირა ამ ივანიშვილმა, ვინც მამუკა ხაზაძეს ეუბნებოდა, კი მაგრამ მამუკა რა უნდა შავ ზღვაში ამერიკელებსო. და აი თავისივე უგუნურებით ისეთი ტიპის იზოლაციაში მიიყვანა ეს ქვეყანა, რომ სავაჭროც არაფერი აღარ რჩება თვითონ. ისევ აი ანდრეოლის, სულ ვამბობ, ხო, რა აჩვენეს ანდრეოლის? ხო ჩაიყვანეს ანაკლიაში, ხო ვთქვათ, და რა აჩვენეს?
არაფერი. თუ არაფერი გაუკეთებიათ, ხო? გზა იქ არ მიუყვანიათ, რკინიგზა არ მიუყვანიათ, არაფერი არაფერი არ არის, ხო? მაშინ როდესაც ანაკლის განვითარების კონსორციუმმა ბევრად უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე არის 9 წელი, რა 9 წელზე, ხო, საუბარი, ხო? ბევრად უფრო ნაკლებ დროში გააკეთა კოლოსალური საქმე თავისი გარემოს ზედამხედველობის გარემოზე ფინანსი ვართ რეზუმეში შეიძლება და გადავდივართ შემდეგ თემაზე. ზემოქმედების შეფასების კუთხით, ხო კი? და იქ ჩაიდო რეალურად კოლოსალური ინვესტიცია, რეალურად 5 ფინანსური ინსტიტუტი შემოდიოდა, აი ამ კაცმა, რომელიც მაშინათვე უკვე იყო განწყობილი პროფესიულად, ჩაშალა ეს ყველაფერი და ახლა ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს კონდეს უკვე მიღებული მოგება, ნაცვლად იმისა, რომ 6 წლის წინ გემები უნდა შემოსულიყო, ხალხი უნდა დასაქმებულიყო, ხო, 10,000 ქართველი უნდა დასაქმებულიყო, ნაცვლად ამისა პრემიერ-მინისტრი გამოდის უსაფრთხოების გარანტია ხდება და პრემიერ-მინისტრი გამოდის, მაშინ როცა სომხეთი და აზერბაიჯანი ტრიპს განიხილავენ ტრამპის სახელობის აი ფანტასტიკურ ახალ გზას, ახალ ტრანზიტს, ახალ ეკონომიკას, ახალ შესაძლებლობებს და ჩვენი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გამოდის და 257 ბინა გავყიდეო. მაშინ როცა ფაშინიანი გამოდის და 9 მილიონი დოლარის უსაფრთხოების სისტემა შევიძინეო ამერიკისგან. აი კონტრასტი რო ვიგზოთ 257 ბინის პრემიერ-მინისტრი და 9 მილიონი დოლარის ამერიკული სამხედრო ტექნოლოგიის თავისი ერისთვის მომტანი არ ვახსენებ ახალ სამუშაო ადგილებს, რომელსაც ხრის ახალ ტექნოლოგიებში და ანაკლიას ეს უნდა გაეკეთებინა და ამას გააკეთებს როგორც კი გავყრით ქოცებს.